ვართ ოჯახში ორი ინვალიდი. არის პირველი ჯგუფის უსინათლო და ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. არანაირი სახსრები არ მაქვს. აი პენსია მაქვს 70 ლარი, მომატებით არ მომატებია. საარსებო წყარო ხომ უნდა ვქონდეს, რა ვქნა, რომ შემეძლოს მუშაობაში ვლო წავალ და ვიმუშავებ. მაგრამ ამ მეორე ჯგუფის ინვალიდმა საწევიდა. დახმარება მქონდა კი. მე მოვიდნენ კაცო და დამინახეს ლოგინზე და შედა მომვლელი გეკუთვნისო იგე და წავიდნენ და მომიხსნეთ რა. დაგჩაგრავენ. აღარ მქონდა მარტო პოლიტიკა. მისესი არ გითხრეს არაფერი. არაფერია, ქულაღამები და ბევრი და მიღია კევის ანტენა დადგეს. ამიტომ ალბათ მე აფერი ადამიანი არ დამიშევიან ქვეყანას. ხოდა რა იყო ახლა უსაშველო მაგი თუ გიგერიგებს სიმართლეს. ჩემი პრობლემა არის ეს სახლი. მივედი გამგეობაში რომ მთხოვე, შეამოწმეს და მითხრეს იქნება ახლაო, მე წევედი განცხადება გამიოქმნ. მეორე დავწერე 1 წლის მერე რომ მივიტანე. იგი იყო, მე ვიკითხე, ისევ განცხადება სადაც დავწერე, იქვე იდვა. არ იყო განხილული ეს განცხადება და ხო, მეორეც შევიტანე. ახლა შევედი კიდევ 1 თვის წინ განცხადება შემეტანა, უნდა შევედი და ასე მითხრეს. გამგეობამო, შენი სახე თლა თუ დაშლილიაო, ვიღაცას სახშიო შესახლიო და ქირას გადევიხდიო. რაც არ უნდა ქირა მივცე ვიღაცას, თუ შემიშვებს 12 სულ ოჯახში. ჩვენი ბევრჯერ ვსვლით, მეც ვიყავი თანაშემწეებით, 2-3-4 გზობა ოჯახში მოვაკითხეთ. მაგრამ დეკლარაცია არ შეაფსებია ამ ოჯახმა. სოციალურ აგენტს.